ჯანდაბა აქ ძალიან ყინავს. სიცივისგან ყველაფერი მეგუმშება. იყოფა თუ თიყუშივით მოგცევა. კიდევ კარგი და შენი სწავლები გავს. თორემ სრულიად უსარგებლო იქნებოდი. წკინეული სიტყვებია. აბარას ხედავ. არაფერს. სასიკვდილო ასტეროიდი დედამიწისკენ მოიმართება. მოიცადეთ აი ესეც. ძალიან ცუდია რომ ძალიან შორს არის. ალბათ ფრენითაც კი ვერ დავეწავით. კარგი, მაშინ უბრალოდ საფრთხე დავიდეთ. უკან არ დავიხელთ. სანამ ეს სინდიო გამოჩნდებოდა, ჩვენი ოჯახი კვერცხების მოპარვით პატიოსთან ცხოვრობდა. პატიოსანის ცხოვრება და მოპარვა? ცოტა ირონიული ნათქვამია, ასე არ არის? და თან რატომ უნდა მოვიშოროთ სინდიო? თუ ასტეროიდი ისედაც ყველას მოგვეშორებს. რამხელა არ გაქვს ზარაც უდი ხედვა. თუ სინდიოს და მის მეგობრებს შევაჩერებთ, ასტეროიდის გადამის სამართლებისგან. ის მოკლავს სინდიოს და ყველა დანარჩენს. სანამ ჩვენ უსაფრთხოდ ვიფრენთ მათ ზემოთ. ეს ჩვენი სამოთხე იქნება. ეს საკმაოდ არადამაჯერებელია. მეცნიერული თვალსაზრისით. კარგი, ეს სუპერ გეგმა. აფეთქება. მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისმენია. ასე უკეთესია. ახლა დავწმუნდეთ, რომ ასტეროიდი ჩამოვარდება. რატომ არ შეიძლება გვეშინოდეს აპოკალიფსის? როგორც ყველა ნორმალურ ოჯახს. რასაკეთებ, ბაკ? ქვები ისტორიას ყვებიან. სად ვიყავით და სად მივემართებით? აი, ეკი განავალია.